პულსის ძარღვთა, სასუნთქ და სხვა ქრონიკულ თუ ონკოლოგიურ დაავადებებსა და თამბაქოს მოხმარებას შორის მჭიდრო კავშირი ყველასათვის ცხადია. თუმცა გიფიქრია თუ არა, ოდესმე საიდან იწყება თამბაქოს ზეგავლენა ორგანიზმზე? Რა თქმა უნდა, პირისგრუდან. დამტკიცებულია, რომ სიგარეტის მოხმარება ზეგავლენას ახდენს პირისგულს რბილი ქსოვილების ჯანმრთელობაზე. არაერთი ეპიდემიოლოგიური კვლევა ადასტურებს თამბაქოს მოხმარებასა და პაროდონტის ანთებითი დაავადებების განვითარებას შორის კავშირს. თამბაქო ზეგავლენას ახდენს პირისგულს როგორც მაგარი, ისე რბილი ქსოვილების ჯანმრთელობაზე და პირისგულს სიმსივნეების გამომწვევ ყველაზე ხშირ რისკ ფაქტორს წარმოადგენს. პირისგულს სიმსივნეებით კი მსოფლიოში ყოველწლიურად 140,000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. გადამუშავებული თამბაქო შეიცავს თამბაქოს მტვერს, ნაწილაკებს, ღეროებს, ფესვებს, ფოთლებს და უამრავ დანამატ ნივთიერებას. სხვადასხვა დანამატი ნივთიერებების მიზანმიმართულად შეყვანა ხდება ასევე სიგარეტის ფილტრში და ქაღალდშიც. რათა სიგარეტის მოწევის დროს სხვადასხვა ფიზიკური თუ ქიმიური ეფექტის გაძლიერება ან შემცირება მოხდეს. გაადვილდეს კვამლის ჩასუნთქვა. ზოგიერთი დანამატი გამოიყენება მასზე დამოკიდებულების გასაზრდელადაც კი. ცეცხლის მოკიდების მომენტში სიგარეტში ვითარდება 850 გრადუსამდე ტემპერატურა, რაც იწვევს თამბაქოს წვას და კვამლის გამოყოფას. თამბაქოს კვამლი შეიცავს 6000-მდე ქიმიურ ნივთიერებას და ამ ნივთიერებების ნაწილი იწვევს თამბაქოსთან დაკავშირებულ დაავადებებს. მათ შორის 69 კი წარმოადგენს პირდაპირ კანცეროგენულ სიმსივნის წარმოქმნილ ნივთიერებას. სიგარეტის კვამლში არსებული მავნე ნივთიერებები ზეგავლენას ახდენს პირისგულს მიკრობულ შემადგენლობაზე და ისეთი ინფექციური დაავადებების განვითარებაზე, როგორიცაა კანდიდოზი ან პაროდონტის ანთებითი დაავადებები. მათ შორის ბაქტერიულ ბიოაქვთან დაკავშირებული გინგივიტი და პაროდონტიტი და პაროდონტის ნეკროზული დაავადებები. სიგარეტის მწეველებში ანთებითი პროცესები უფრო ნაკლებადაა კლინიკურად გამოხატული, რაც მათ ანთებად ღრძილში მიკროსიძარღვების შევიწროებით და ფიბროზით არის განპირობებული. აქედან გამომდინარე, კლინიკური დათვალიერებით ამ პაციენტებში ზონდირებისას სისხლძენა ან ღრძილის ჰიპერემია ნაკლებად ვლინდება. თუმცა თამბაქოს მოწევაზე უარის თქმის შემთხვევაში 4-დან 6 კვირაში სისხლძენა ზონდირებისას კლინიკურად ისევ იწყებს გამოვლენას და თავად პაციენტებიც აღნიშნავენ კბილების ხეხვის დროს სისხლძენის გაჩენას. თამბაქოს წვის დროს გამოყოფილი კვამლის ნაწილაკები კბილის მაგარ ქსოვილებზე და რესტავრაციებზე მუქი ფერის პიგმენტაციის განვითარებას უწყობს ხელს. თამბაქოს კვამლი ასევე აღწევს კბილის მინანქარში არსებულ მიკრობზარებში, რის შედეგადაც უფრო ღრმად ხდება პიგმენტის შეღწევა. დადგენილია, რომ კბილის ფერის შეცვლის ხარისხი დღის განმავლობაში მოწეული სიგარეტის ღერის რაოდენობის პირდაპირ პროპორციულია. კბილების წმენდის დროს ნიკოტინის პიგმენტაციის მხოლოდ 34%-ის მოშორება ხდება, რაც იმ ფაქტს ადასტურებს, რომ ამ პიგმენტაციის გასუფთავება არც თუ ისეთი ადვილია. კვლევების თანახმად ტრადიციული სიგარეტის მწეველებში პაროდონტის ქსოვილებში უფრო დიდი რაოდენობით გვხვდება პათოგენური ბაქტერიები. მოწევა ასევე ცვლის ბაქტერიულ ინვაზიაზე ორგანიზმის იმუნურ პასუხს. დადგენილია, რომ მოწევა პაროდონტის ანთებითი დაავადებების მძიმე ფორმის განვითარების ალბათობას 2-6 ზრდის. ადამიანები სხვადასხვა გამოხატული სიმპტომების გამო უფრო მეტი რაოდენობით კარგავენ კბილებს. კვლევების თანახმად პირისგულის სიმსივნე მე-6 ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა მსოფლიოში. ყელუჯრედოვანი კარცინომა კი ყველაზე ხშირია პირისგულის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. მწეველებს არ მწეველებთან შედარებით პირისგულის სიმსივნის განვითარების 7-10 ჯერ უფრო მეტი ალბათობა აქვთ.